ქრონიკაში გასული რეპორტაჟის შემდეგ თანასწორობის ინსტიტუტის მხარდამჭერები დათო ციმაკულიძე და ლევან გარუჩავა ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება 30 ივნის კლუბ გვირაბთა სამართალდამცავების მიერ ლევან გარუჩავას, დავით ციმაკულიძისა და ირაკლი ყაჭიურის ცემის ფაქტს. სამი ნაცემიდან ყაჭიური ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო და იგი ახლა მეცხრე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მთაწმინდა კრწანისის პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს. Poliția de mocțămăs. Polițiele. Te. Tatăl de actanis. Are prezgulus. Se umizeze. Te. Ser fer. Are. Răiți ce polițist. Თქვა ეს თვითონ. საქმე აღიძრა გუშინ ქრონიკაში გასული ნიუსის შემდეგ ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დასჯას, ვინც ამ ბავშვს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელისგან ერთ-ერთი წელს მეცხრე საავადმყოფოში. ეს არის კრიმინალური ჯგუფი, მეტი არაფერი, ვინაიდან ბატონ მერაბიშვილს ვაწერთ ამ ყველაფერს, ვინაიდან არ დასაჯა ერთი, არ დასაჯა მეორე, გამოიწვია ეს ყველაფერი და კიდევ ვაწერთ იმას, რომ პოლიციელებში არის დაუსჯელობის სინდრომი, ეს სინვარებს და ალბათ ამ ადამიანებს რაღაცა თავში აუვარდათ, რომ მარტყავთ ვიღაც ლობი.